მოკლედ, პირველი ლექცია ეძღვნება, ეხლა ფიქრობდი რა, აი დასაწყისი საიდან შეიძლება დაიწყოს საერთოდ ეს ეზოთერული სწავლება, ესე ვთქვათ რა, სამყაროზე და ალბათ ყველაზე საფუძვლიდან, ანუ სულ დასაწყისიდან რა, როგორი პრინციპით არის მოწყობილი ჩვენი სამყარო და ჩვენ ეხლა რასაც ვილაპარაკეთ ეს მე ვეცადე რაღაც ძალიან ბევრი ვიკითხე ამ თანამედროვე ხა მეცნიერულ წარმოდგენაზე დიდი აფეთქები და როგორ გავითარდა სამყარო და რაღაც პარალელები გავავლე. მაგრამ ეხლა რაზეც ვლაპარაკობთ, ეს არის როგორც ვლაპარაკობთ რა, ეს არის ეზოთერული ენა გამარჯობა. ამიტომ ვიყენებთ საკმაოდ ისეთ ანტიკურ ტერმინებს, როგორიც არის სტიქიები და ასე შემდეგ, რა რამის პითაგორას დროინდელი ტერმინებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ღრმა აზრი ამ ყველაფერში. მე ხა იცით, რომ ვეფუძნები, ესე ვთქვათ, იმ ინფორმაციას, რაც ჩემგან იყო, ჩემ მიერ იყო მიღებული და რაც მეუფეები გადმოგცემდნენ. და თავიდან მინდა გავჩერდე აი ამ რიცხვი ალგორითმები, ესე დავარქვე ხან რიცხვით ალგორითმებს ვეძახი და ხან ალგორითმული რიცხვებს, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი აზრი როგორ ჩამოვაყალიბო. მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა შეგექნებათ, იმიტომ რომ აი რომ შეისწავლოთ აი სულ ძველი პირველი წარმოდგენები, აი განსაკუთრებით ანტიკური წარმოდგენები იმაზე სამყარო როგორ შეიქმნა, აი ძველი ფილოსოფოსები რო წაიკითხოთ, იქ დომინირებდა სხვადასხვა აზრები. აი პითაგორელები მაგალითად თვლიდნენ, რომ სამყაროს საფუძვლად უდევს რიცხვები. ეხლა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად რა. იქ სხვა ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ სტიქიების წარმოქმნით დაიწყო სამყაროს შექმნა და რეალურად ანუ ყველა ასე თუ ისე მართალი იყო. ზოგი თვლიდა, რომ აი პირველად ცეცხლის სტიქია შეიქმნა და მერე დანარჩენი სტიქიები, ზოგი თვლიდა, რომ ერთდროულად, ზოგი თვლიდა, რომ ერთი მეორედან გამომდინარეობდა. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი რო დავაგვირდეთ აი ურთიერთქმედების ძალები, აი ეს 4 ურთიერთქმედების ძალა სამყაროში, რო შევადაროთ მერე სტიქიებს, მოკლედ დავინახავთ, რომ მაშინ რასაც ლაპარაკობდნენ ადამიანები ფაქტურად სიმბოლური ენა იყო იმისი, რაც ეხლა არის ფიზიკაში ცნობილი, მაგრამ მაგას ჯერ თავი დავანებოთ, აი დაუბრუნდეთ ამ რიცხვ ალგორითმებს. და აი პითაგორელების წარმოდგენები რო წავიკითხე, ძალიან დაემთხვა იმას, რასაც მეუფეები გვეუბნებოდნენ, იმიტომ რომ მეუფეები ისიც გვეუბნებიან, ეს არის რომ სამყარო არის რეალურად სიმულაცია. ოღონდ ეს არ არის ციფრული სიმულაცია, რა ჰიპოთეზებიც ახლა ძალიან პოპულარულია. ეს არის მენტალური სიმულაცია, ანუ ეს არის აბსოლუტური გონის შექმნილი რეალობა, რომელიც სხვადასხვანაირი სახით ვლინდება სხვადასხვა სიხშირეებზე. ოღონდ ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, აი როგორც ჩვენ ციფრულ სიმულაციაში ხო 0-1-ია, ესე ამ ჩვენ სამყაროსაც საფუძვლად უდევს ესეთი ალგორითმული რიცხვები, ოღონდ მარტო 0 და 1 კი არა, არამედ 2, 3, 4, ანუ არის ეს ძირითადი ციფრები და რიცხვები და არის შედგენილი რიცხვები. თვითონ რიცხვს შეესაბამება რაღაც პრინციპი. ანუ ამ კომპიუტერულ ენაზე ეს 0-1 არის როგორც კი და არა. ჩვენ სამყაროშიც არის ეს რიცხვი 2 შეესაბამება ამ კის და არას, ანუ ინს და იანს, შავს და თეთრს. ეს ალგორითმიც არის, ეს არის ყველაზე ძირითადი, მაგრამ გარდა ამისა არის სხვა რიცხვი ალგორითმები. პითაგორელები მაგალითად თვლიდნენ, რომ 1 ნიშნავდა ღვთაებას. ან პირველად არსებას, ერთეულს, ერთიანს, რაღაცა მთლიანს და ეს ძალიან ემთხვევა იმას, რასაც მეუფეები ლაპარაკობენ. იადას ესე ეძახდნენ, ეს არის 2 და ეს არის მატერიის აღნიშვნელი. ესეც ძალიან ემთხვევა, იმიტომ რომ დუალობა არის ყველაზე ძირეული მატერიის გამოვლინება, რა მატერია ვლინდება ყოველთვის შუქჭრდილის სახით, ანუ პირველი აი ამ ერთიანობის მდგომარეობიდან გამოსვლა მოხდა ზუსტად ესე, რომ აი პირველად იყო ეს აბსოლუტური სინათლე და შემდეგ ამ სინათლემ ესე თქვით თავის თავს გვერდიდან შეხედა და მოხდა ესეთი დაყოფა, ანუ სინათლეს დაყოფა, ეს ინი და იანი ეგეთი დაყოფა მოხდა და მერე აი ამ ინის და იანის ვარიაციები უფრო მეტი დიფერენცირებით წავიდა და ეს უფრო მეტი დიფერენცირება, ან პირველი დიფერენცირება თუ იყო ორად გაყოფა, შემდეგ
დიფერენცირებულს 3-ად 6-ად და ასე შემდეგ. თითოეულ მარტივ რიცხვს შეესაბამებოდა რაღაცა პრინციპი. 3 პითაგორელების თანახმად და ესეც ძალიან ემთხვევა, არის სრულყოფილი რიცხვი, რადგან ის არის ყველაზე პატარა რიცხვი, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა და დასასრული. ესე აყალიბებდნენ პითაგორელები. ჩვენთან აი მეოქეების წარმოდგენების მიხედვით ეს არის სულის სიმბოლო, ანუ ერთარსობის, სულიერი ერთარსობის. 4 პითაგორელების თანახმად არის სათნოების სამართლიანი თანასწორობის რაღაცა ბალანსის სიმბოლო. და რეალურად მართლა ეს ორ ურთიერთობის წინააღმდეგ შეიცავს და პითაგორელებს ესეთი ისიც ჰქონდათ კომპლიმენტი, რომ თუ ადამიანს ვნებდნენ ძალიან სამართლიან და ჰარმონიულ ადამიანად კომპლიმენტი მეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ როგორც კვადრატი. ეს იყო მაგათთვის კომპლიმენტი. კენტი რიცხვი იყო მამრობითი და ლუწი რიცხვი იყო მდედრობითი და ესე ძალიან ემთხვევა, იმიტომ რომ ლუწი როგორც ორის ფუნქცია არის დუალობის, ანუ მატერია ყოველთვის ესე ვთქვათ, ინის ენერგიის მატარებელი, ანუ ქალური ენერგიის მატარებელი და სული მამაკაცური ენერგიის და იანი. და ანუ აი საოცრება ამას როგორ ეს ძველი ანტიკური ფილოსოფოსები როგორ გრძნობდნენ ამ რაღაც ნიუანსებს. გარდა იმისა, რომ ეს სამყარო ვლინდება ესეთი რიცხვითი ალგორითმებით, ანუ სული ჩამოდის მატერიაში აი ამ რაღაცა პრინციპებით, ამ ჩამოსვლას, ამ რიცხვებში და გეომეტრიაში გამოვლინებას ახასიათებს პლუს ფრაქტალობის პრინციპი, რომელსაც მერე გავიხილავთ ქიბალიონის კანონებში. იმიტომ რომ ეს ფრაქტალობის პრინციპი ძალიან გვეხმარება, რომ ანალოგიის პრინციპი და როგორც ზევით ისე ქვევით ხო ეს ცნობილი ჰერმეტიკოსების განათქვამი. გავიგოთ ისეთი რაღაცები, რაც ჩვენთვის დაფარულია. ანუ რაც ჩვენთვის ცხადია, იმის ანალოგიურია ის, რაც ჩვენთვის მიუწვდომელ სამყაროში ხდება. იმიტომ რომ ანალოგიის პრინციპი არსებობს, იმიტომ რომ რაც ქვევით არის, ის ზევით არის. აი ეს ფრაქტალი არის როგორი შეხედეთ ეს დაუშვათ სამკუთხედის კუთხის ეს სამკუთხედის ფრაქტალია, ხო? აქ ეს ფრაქტალი მრავლდება სამჯერ. შემდეგ აი ეს ორნამენტი კიდევ უფრო მეტად მრავლდება, შემდეგ კიდევ უფრო მეტად მრავლდება. აი აქ არის ეს არის სერპენსკის სამკუთხედი ქვია თუ არ ვცდები რა, სამკუთხედი სამკუთხედში, კიდე სამკუთხედში, კიდე სამკუთხედში და ითვლება რომ ესეთი კომბინაციის დროს რაღაცნაირი გამრავლება ხდება აი ამ პრინციპის როცა სული რაღაც ალგორითმით ვლინდება, რაღაც გეომეტრიული ალგორითმით, როცა ეს ფრაქტალურად მრავლდება, ეს ენერგიაც რაღაცნაირად გეომეტრიული პროგრესით კიდევ უფრო მეტად მრავლდება. ხო. ანუ ეხლა შიგადაში წავიკითხავ ციტატებს ჩემი წიგნიდან, რომ მაინც პარალელი გავავლოთ, რას გვეუბნებოდნენ მეოქეები. გამოვლენილ სამყაროებში არსებობს ფრაქტალების პრინციპი. ამ ფრაქტალებში შემოქმედებითი ღვთაებრივი ენერგია გარკვეული კანონზომიერებით ალგორითმით გარდატყდება. ეს ფრაქტალები და მათთან შეჭიდული პრინციპები, ანუ ალგორითმები, ყველა გამოვლენილ სამყაროში მუშაობს. თითოეულ ფრაქტალს თავისი საკრალური, უკეთ რომ ვთქვათ, მაგიური რიცხვი ახასიათებს. თუმცა ეს არ არის სწორი ტერმინი, არსებობს სწორი ტერმინი, მაგრამ შენ ვერ იპოვი მას შენს ლექსიკონში. ეს არის პატარა ამონარიდი. ანუ მთელი ეს ისტორია რაღაცა მაგიური რიცხვების, ნუმეროლოგიის, მაგიური სიმბოლოების, ეს მოდის ყველაფერი მაგიდან. რომ მართლა რეალურად იმის გამო, რომ ეს არის მენტალური სტიმულაცია, ეს მენტალური სიმულაცია სამყარო, ეს მენტალური სიმულაცია მიდიოდა აი რაღაცა პრინციპებით, რომელიც კრავდა მატერიას, აი ბოდიში ამ სიტყვის ჩერეს გეომეტრიული ფიგურები, აი რთული აღსახსნელია, მაგრამ ინტუიციურად მიხვდებით ამას. ეხლა დაუბრუნდეთ კონკრეტულად ამ რიცხვებს. ეხლა ეს რიცხვები ძალიან საჭიროა ჩვენ რომ გავიაროთ, იმიტომ რომ მერე იქნება საუბარი ცნობიერების დონეებზე. ერთი წამი. ცნობიერების დონეებზე და ეს ცნობიერების დონეზე პირველი დონე რაც შვიდობითობის პრინციპით რო არის დაყოფილი, უნდა კარგად ხვდებოდეთ, რას ნიშნავს ეს შვიდობითი პრინციპი, რას ნიშნავს დუალობა, როგორ ვლინდება ეს დუალობა, ანუ
ძალიან ბევრ რაღაცაზე მოგცემს გაგებას და ბევრი რაღაცის გასაღებს აი ამის კარგად გააზრება. რიცხვი 1 და აი როგორც პითაგორელები თვლიდნენ და როგორც მეუქეები გვაწოდებენ და მიქაელი გვეუბნება, ეს არის ბრაჰმანის, ანუ განუხორციელებელი არადუალური აბსოლუტის სიმბოლო, აბსოლუტური ერთიანობის ერთობის სიმბოლო. გულისცემა ერთთან შეჭიდული ფრაქტალია. ვინ არის ის ერთი, რომელიც ვლინდება სწორედ ჩვენს გულში, როგორც მე ვარსებობ ალგორითმი. ერთი ამავე დროს სრულს, დასრულებულს ნიშნავს. ერთ თლიანს, რომელსაც არ ჭირდება დანაწევრება და ცირკულირება 12-ობრივ სისტემაში. აქ საუბარი იყო, აი როგორც 12 თვე, 12 საათი, ეს 12-ობრივი დაყოფაც ეგეც ერთ-ერთი ალგორითმია, მაგრამ ერთი ეს არის ყველაზე სრული რიცხვი. ან აღმავლობა 7-ობრივ სისტემაში. 7-ობრივსაც განვიხილავთ, აი როგორც სისარტყელის ფერები ვიბრაციულად სიხშირით მაღლდება, 7-ობრივი სისტემის ალგორითმი ეგ არის, ამაღლება, ანუ წითლიდან იასამნის ფერისკენ. ეს ყველაზე თვითკმარი, ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი ერთეულია იმავდროულად. ანუ ეს არის აი ეს პარადოქსალური რიცხვი რა, რომელიც ყველაზე პატარაა და ყველაზე დიდია ამავე დროს, იმიტომ რომ აბსოლუტია რა, აი აბსოლუტი ყველაზე კარგად ალბათ ვედურ აი უკანშადებში აღწერილი და გადმოცემული როგორც არა ის ნეტი ესე აღწერა ხოლმე, რომ არ აღიწერება საერთოდ. და განის როგორც აბსოლუტურად დიდიც არის და აბსოლუტურად მცირეც, აი ფიზიკაში სხვა არის წარმოქმნის რაღაც სინგულარული წერტილიდან დაიწყო ყველაფერი და ვერ ხსნიან რა არის ეს სინგულარული წერტილი, იმიტომ რომ რაღაცა აბსოლუტურად მცირე სიდიდეა და აი ამ რაღაცა უკიდურესად მცირე გადადის უკიდურესად დიდში, ეგეთი რაღაცა ეს არის დასრულება და დასაწყისი ყველაფრის და ეს არის რიცხვი 1. შემდეგ რიცხვი 1 იქცევა რიცხვ 2-ად, ანუ ჩდება ეს პირველი დუალობა. ამიტომ უპანიშადებში ეს აბსოლუტი აღწერილია ორი სახით, როგორც განცხადებული, ანუ განხორციელებული ბრაჰმანი და განუცხადებელი, ანუ განუცხადებელი აი ეს იყო ერთი რიცხვი, რომელიც აბსოლუტია და განხორციელებულში უკვე ჩდება დუალობა, იმიტომ რომ იმისთვის რომ რაღაცა განხორციელდეს, ერთმა უნდა შეხედოს მეორეს, ერთმა უნდა უსმინოს მეორეს. ყოველთვის ჩნდება ერთი მხარე და მეორე მხარე, ჩნდება დუალობა, ანუ შუქი შეიცნობა ჩრდილის ფონზე, ჩრდილი შეიცნობა შუქის ფონზე. და ხო, აი მიქაელი ამბობს, სუნთქვა ორთან შეჭიდული ფრაქტალია და ჩასუნთქვა ამოსუნთქვას, ანუ ცენტრისკენულ ცენტრიდანულ ალგორითმს გულისხმობს, ანუ ცენტრიდან მიდის, ცენტრისკენ მოდის. სრულიად სამყაროები და მათი არსებობის ეპოქები და ქვეეპოქები ექვემდებარება ამ ალგორითმს. მიკროკოსმის ან მიკროფრაქტალის დონეზე ეს ადამიანის სუნთქვაა. ხოლო მაკროკოსმოსის, ანუ მაკროფრაქტალის დონეზე ეს ბრაჰმას, ანუ ღმერთის სუნთქვაა. ღმერთი ამოსუნთქვისას სამყაროებს ავლენს, ხოლო ჩასუნთქვისას ანადგურებს. რეალურად ეს სამყაროს დუალობის გამოხატულებაა. სუნთქვასთან დაკავშირება შეიძლება თუ ამ დროს სტიქიის გამოვლენა ჩაქრობის პრინციპს დანერგა. ეს ბოლო ფრაზა შეიმჩნევთ ტექსტიდან გამომდინარე. ანუ ეს ტექსტი რაზე იყო? აი რაღაცა სულიერ პრაქტიკებს თუ უსადაგებ ამ გულისცემას ან სუნთქვას. მაგალითად, არის ესეთი სიხასტური პრაქტიკები, როცა იესოს ლოცვას უსადაგებენ ხოლმე გულისცემას. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალი მე ცოდვილი. და აი რა ამას აზრი აქვს, რატო უსადაგებ გულისცემას? კი, ისინი ალბათ ინტუიციურად აი ქრისტეს გულში შემოსვლასთან აკავშირებდნენ ამას, მაგრამ პლუს აი ეს ერთის ალგორითმი, რასაც გულისცემა, რასაც გულისხმობს, ეგეც აბსოლუტთან კავშირია. და სუნთქვა, აი თუ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას დაუკავშირებ რაღაცას, იქ რაღაცა ისეთი სულიერი პრაქტიკა უნდა იყოს, რომელიც აი მათ პრინციპს ეხმაურება. გაშლა, შეკუმშვა, გამოვლინება, შემოყვანა უკან. ცენტრიდანული, ცენტრისკენული, ანუ ამას აქვს მნიშვნელობა. შენ თუ შენ ფიზიოლოგიას უქვემდებარებ რაღაც სულიერ პრაქტიკას, რაიმე მანტრის ან ლოცვის გამეორებას, აი ამ ალგორითმის პრინციპები უნდა იცოდე, იმიტომ რომ მაშინ იმუშავებს 10-ჯერ უფრო ძლიერად. რიცხვი 3.
3 ანუ აი პითაგორელებსაც ჰქონდათ ნათქვამი, ან მე ეხა წავიკითხე მარტო ეს პითაგორელების საოცრება, როგორც სრულყოფილების რიცხვი, ანუ ჩვენ ეს გვეძლება როგორც სულის რიცხვი. ანუ როცა ვსაუბრობთ აი მატერიაში რაღაცა აი სულის და მატერიის ურთიერთქმედება, იქ სულის იმპულსი სამკუთხედია და მატერიის იმპულსი არის დუალობა როგორც წესი ოთხკუთხედი, იმიტომ რომ ოთხკუთხედი უფრო სრულყოფილი მატერიის სიმბოლო არის, ამიტომ არის 7, 3 და 4-იანის კომბინაცია. ხო და აქ ესე იგი გვაქვს მამა ღმერთი, ანუ ეს აბსოლუტი, რომელიც ერთის მხრივ შეიცნობა როგორც განუხორციელებელი, ანუ ეს ერთი რიცხვი და მეორე როგორც მამა დედა ღმერთი, ანუ როგორც განხორციელებული. ამიტომ ამ დავითის ვარსკვლავის იმას რო ვაკეთებთ, ორივე ვარიანტს გრძნობთ ხოლმე და ადამიანები როგორც წესი ირჩევენ ან ერთში გრძნობენ უფრო თავს, ან მეორეში. ზოგი აი ვისაც დავუშვათ ქონდა ეს near death experience-ში რაღაც ღმერთთან შეხვედრა, როგორც რაღაც მანათობელი აბსოლუტური ესეთი არსება, ანუ იქ დგახარ და ერთი მეორეს უმზერს, ანუ ეს არის დუალობაში ხარ მაინც და მან კარგად აღიქმება, აი როგორც მამა, როგორც მშობელი ეს ღმერთი, მაგრამ თუ შიგნით შედიხარ და შენი მე ქრება და რაღაცნაირად ერწყმი ამ ოკეანეს, აღიქმვა უბრალოდ როგორც მარადისობას. ეს არის უკვე განუხორციელებელი, ანუ განუცხადებელი, იგივე ეს განუცხადებელი ბრაჰმანი. აქ როგორც დუალობა ისე გამოვსახეთ. ძე არის მეორე იპოსტასი და დემიურგს აქ მე ჩემ წიგნში არ ხმარობ როგორც უარყოფით პერსონაჟს, როგორც ბევრ გნოსტიკურ ტექსტში, რაც სიტყვა დემიურგი ნიშნავს შემოქმედს და შემოქმედი ღმერთი, ანუ ეს ამ პრინციპით გულისხმობ რა. ეს არის იპოსტასი, რომელიც ქმნის, ანუ ეს არის სულიწმინდა ფაქტიურად, რა სულიწმინდას ვარიანტია დემიურგი. აი ნახეთ, ეს არის ოთხობითი ალგორითმის პრინციპი რა. აქ არის აი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი, მაგალითად, აი გაზაფხული და შემოდგომა, ხო, ზაფხული და ზამთარი. ერთმანეთის საწინააღმდეგო, ანუ y + y - y + x - x. ანუ ეს კვადრატი რატო მიიჩნევდნენ პითაგორელები სრულყოფილ ფორმატს, იმიტომ რომ აი უბრალოდ დუალობა კი არ არის, ორი დუალობის კიდე შეთანხმებაა რა, ეს 4 რიცხვი. და ამაში ბევრი რაღაც აი დილა, საღამო, ხო, ურთიერთსაპირისპირო დღე და ღამე. ანუ ორი ინიანის კომბინაციაა. ოღონდ ერთი ინიანი არის ძალიან უკიდურესი ფორმა, აი როგორც დღე და ღამე და საღამო და დილა უფრო გარდამავალი ინიანის ფორმატია. ანალოგიურად იუგებშიც აი პალი და ტრეტა და საწია და დვაპარა პირისპირდება ერთმანეთს, ხო? ხო, აქ რაღაც ცოტა საკამათო თემაა, მაგრამ აი მაგალითად ცეცხლი და წყალი, ჰაერი და მიწა, მენტალური და ეთერული სხეული, ასტრალური და ფიზიკური. და ხუთობით ეს არის, რომ ოთხობით დავუმატო კიდევ ერთი და ეს ერთი ემატება აი როგორც თავი და კიდურები დაახლოებით ესე, აი ვიტროვიანელი ადამიანის ხო გახსოვს? ლეონარდო და ვინჩის, ხო? ანუ ეს თავი და რო წარმოიდგინო, აი ეს 4, ანუ თავი არის ესე ვთქვათ სულიერი მე და დანარჩენი 4 სხეული, მენტალური, ფიზიკური, ასტრალური, ფიზიკური, ეთერული, ასტრალური და მენტალური. როგორც ჩვენი ხელების და ფეხების ესე ვთქვათ მმართველი ცენტრი არის თავი, ესე ჩვენი 4 სხეულის, მატერიალური სხეულის ცენტრი არის სული. ესე დავუშვათ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომას ციკლების ცენტრი არის მზე. დავუშვათ აი ეს წყალი, სტიქიების ცენტრი არის ეთერი, რომელშიც ეს სტიქიები გადაადგილდება, ანუ მეხუთე სტიქი ასე ძახიან ხოლმე, მაგრამ ეგ არის ცენტრი. აი ეთერულია ჩვენი ნაწიფი და ფიზიკური სხეულის ცენტრი, რის გარშემოც ეს ვითარდება, არის სული. ანუ ეს რო გავიგოთ, აი როგორი ურთიერთმიმართება რიცხვ 4-ს რიცხვ 5-თან. აი ამ სქემას რო შევხედოთ, უცებ მივხვდებით. ანუ ეს აი რატოა კიდე საინტერესო რა, რომ სულიერ პრაქტიკებს რო აკეთებ, მნიშვნელოვანია რომ იცოდე ეს ალგორითმები, რომ კარგად იმუშაოს. ჩვენ გვაქვს რეალურად 7 სხეული, 7 ინდივიდუალური სხეული.
ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული, მენტალური, უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი სხეული, ეს და ხანდახან კაუზალურ სხეულს ეძახიან. ქრისტესეული მე ან ხანდახან ბუთხისეულ სხეულს ეძახიან და პირველ წყარო ხანდახან ატმანს ეძახიან. ანუ ეს არის ღმერთის ნაპერწკალი ჩვენში, ღმერთის სული ჩვენში. აქედან აი ეს ყველაზე დაბალი ფიზიკური სხეული ეს მინდა ხაზა. უბრალოდ ეს ფიზიკური სხეული უხეშ მატერიალური სხეულია და ეთერული, ასტრალური და მენტალური არის ნატიფ მატერიალური სხეულები. ანუ ეს 4-ვე ეკუთვნის მატერიალურ სხეულებს და ეს 3 ეკუთვნის სულიერ უпростоრად მე დავარქვევდი ზენატიფს. ანუ აქ პატარა ის არის ზღვარია. ამიტომ ჩვენ აი სულთან კავშირი ადვილად წყდება ადამიანებში რა თუ ძალიან ვარდება ვიბრაცია აი ამ ქვედა ტეტრადის დავუშვათ ჩვენი ფიქრების, ემოციების დონეზე თუ ძალიან გვივარდება ვიბრაცია, მაშინ კავშირი გვიწყდება ჩვენ სულთან, ანუ აი ამ ჩვენ უმაღლეს მეებთან. ამიტომ აი ეს კავშირი არ უნდა დაირღვეს, იმიტომ რომ აქედან მოდის სულწმინდას ენერგია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რიცხვი 7. დროში ვართ, ჯერჯერობით კარგად. რიცხვი 7. არის სულიწმინდას რიცხვი, ხო? რაღაცა ინტუიციურად ყველას უყვარს ეს 7 რიცხვი. მანქანებზე გამოსახავენ და რაღაცა აი 7 და რაღაცა ინტუიციურად ხო სულიწმინდას რიცხვია, აი არც ვიცი საიდან მოდის ეს ადამიანებში, ხო რომ 7 უყვარს ყველას, ხო? ინტუიციურად და რაღაცნაირად არ ვიცი, ალბათ შინაგანად გრძნობთ ამას, მაგრამ რეალურად მართლა ესეა, იმიტომ რომ აი ამ დემიურგულ სამყაროში, ანუ გამოვლენილ ამ იპოსტაში, ღმერთის იპოსტაში, სადაც სულიწმინდა მოქმედებს და ქმნის სამყაროებს, ის ქმნის ზუსტად ამ შვიდობითი პრინციპით. ეს ჩვენი სხეული 7 ნაწილისგან მაგიტო შედგება რა, რომ ჩვენც ერთ-ერთი მინი ფრაქტალი ვართ სამყაროს, იმიტომ რომ სამყაროც მაგ პრინციპით არის აშენებული. და აი ეს ცისარტყელა სფერები არის ყველაზე კარგი მაგალითი ამ შვიდობითობის, იმიტომ რომ ეს არის ერთი თეთრი სხივის გაყოფა 7-ად, სადაც სიხშირე, ვიბრაციის, და გარასწორად არის ეს სფერები, ხო შევამჩნევ, ხო? ანუ წითელი უნდა იყოს ქვემოთ, ბოდიში ეს საიდან არ მივაქცია ყურადღება. ანუ წითლიდან იასამნის სფერისკენ უნდა იზრდებოდეს ვიბრაცია. ყველაზე დაბალი აქ წითელს და ყველაზე მაღალი იასამნის სფეროს. და ეს გრადაცია, ეს შვიდობითი გრადაცია ვლინდება ყველგან, სადაც ეს შვიდობითი დაყოფაა. ანუ მიქაელი გვეუბნება, მაგალითად, სიცოცხლის ხის ძირითადი ფრაქტალის ალგორითმი, ანუ სიცოცხლის ხე ეს არის რეალურად სამყაროს ხე რა, აი სამყაროსეული კვერცხი, ჩვენი გამოვლენილი სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. მთელი ნატიფი და სულიერი განზომილებებით, რომელსაც ვერ აღვიქვავთ. მაგაზია საუბარი. სიცოცხლის ხის ძირითადი ფრაქტალის ალგორითმი არის აღმავლობის პრინციპი და მას 7 რიცხვი შეესაბამება. მაგალითად, ადამიანში 7 ჩაკრა აღმავალ ენერგიათა სიხშირეებს შეესაბამება, ხო? ყველაზე დაბალი ჩაკრიდან მოდის ყველაზე მაღალ ჩაკრამდე სახასრაოს ჩაკრა, რომელიც სულიერ განზომილებებს უკავშირდება. ანუ ჩაკრების დონეზეც ეს 7 რიცხვი ვლინდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკრები გაცილებით მეტია, ეს 7 არის ძირითადი. 7 ზეციური სამყარო აღმავლობის პრინციპითაა განლაგებული. სამყაროს შექმნის 7 დღე უფრო და უფრო აღმატებული არსებების შექმნასთან იყო დაკავშირებული, ანუ 7 დღე პირობითია, იმიტომ რომ ეს შვიდობითობის პრინციპით იქმნებოდა. ცისარტყელის 7 ძირითადი ფერი მცირე სიხშირის ტალღებიდან მაღალი სიხშირის ტალღებში გარდამავალ გრადაციას წარმოადგენს. მაგიური ნიშნების გამოყენება სწორედ ამ ფრაქტალების მიერ გატარებული გამოვლენილი ენერგიების ფლობასა და გამოყენებასთან არის დაკავშირებული. მასონურ არქიტექტურაში შენობების წყობაში ფრაქტალების გეომეტრიული ფიგურებია გამოყენებული. სწორედ იმისთვის, რომ ამ გეომეტრიით სათანადო ენერგიების მოზიდვა და კონცენტრაცია მოხდეს.
ანუ ხო, აი მე კი დიდად ვერ ვერკვევი ამ მასონურ არქიტექტურაში, მაგრამ ვიცი, რომ გამოყენებულია ეს პენტაგრამები, ჰექსაგრამები, ოქტაგრამები, ხო? და ჩვენ ტაძრებშიც არის გამოყენებული. როგორც ვიცი, ეს ოქტაედრებიც არის გამოყენებული ტაძრებში და ხა არ ვიცი რამდენად აი ნუმეროლოგიას იცნობდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როცა არქიტექტურაა რაღაცა ესეთი პრინციპით გაკეთებული, ის ამ ენერგიას რაღაცნაირად კიდე ატრიალებს ამიტომ იყო ეს მასონები აი ქვის თლელებიდან ანუ რაღაცა არქიტექტურასთან ძალიან დაკავშირებული იყო ეს საიდუმლო ცოდნა, იმიტომ რომ ქონდა ამას მნიშვნელობა. ეხლა 7-დან დაყოფა და 9-დან დაყოფა. რატო, საიდან მოდის? ანუ 7-დან დაყოფა ეს არის აი ეს გამოვლენილ სამყაროებში რაც ხდება და ჩვენ გვაქვს ეს 7 სხეული, მაგრამ აი ეს პირველ წყარო ჩვენში, ხო, აი ეს ატმანი ჩვენში, ეს ხო რაღაცა სრულყოფილების კოდია. აი ეს სრულყოფილების პრინციპით სამმაგდება. ანუ 7 რო გაასამაგო, მიიღებ 7, 8, 9. და აქ ჩდება ზუსტად აი ეს 9-ობითი დაყოფა. ანუ 7 არის რეალურად სამება ჩვენში. ანუ 7 არის ჩვენში სულიწმინდა ძე და მამა ღმერთი. აი სამი უბრალოდ ეს რო გაერთიანო, მაშინ გამოდის ერთიანი, ანუ პირველ წყაროს აი ეს ატმანისეული სხეული. აქედან ჩდება ეს 9 და ეს 9 ძალიან მნიშვნელოვანია, როცა აი განდობილთა სკოლაში ესე თქვა ცნობიერებების დონეებს ეზიარები და ამის გამოცდილებას გადიხარ, როგორია ეს ღვთაებრივი ცნობიერება, როგორია სულიწმინდას ცნობიერებაში რო შედიხარ, როგორია ძეღვთისას ცნობიერებას რო ეზიარები, როგორია მამა ღმერთის ცნობიერებას რო ეზიარები, აქ დუალური და არადუალური გამოვლენებები. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს 9-ობითი პრინციპი შემოვიდეს. მაგრამ აი ძველ რელიგიებში ძირითადად იყო მაინც 7-დან გაყოფა და აი ღმერთი შეცნობა მაინც აი სულიწმინდას პერსონიფიცირებული სულიწმინდას დონეზე ჩერდებოდა. აი ეს ბრაჰმანის და ეს აბსოლუტის ცნებები აი მე მხდება მარტო ვედურ ტრადიციაში და პრინციპში ქრისტიანობაშიც აი როგორც სამება აი მამა ღმერთი. არა ქრისტიანობაშიც უფრო მეტად პერსონიფიცირებულ ვარიანტს, ანუ ქრისტეს კონტაქტებით. ბრაჰმანი ეს განხორციელებული და განუხორციელებელი. ეს არის უპანიშადიდან ციტატა. ჭეშმარიტად ბრაჰმანის ორნაირი სახებაა: განხორციელებული და განუხორციელებელი, მოკვდავი და უკვდავი, უძრავი და მოძრავი, განცხადებული და ჭეშმარიტი. ეს არის ბრიჰადარანიაკა უპანიშადიდან და მიქაელი ამბობს. აქ საუბარია იმაზე, რომ ღმერთის ცნობიერება არსებობს გამოუვლენელ, განუცხადებელ და გამოვლენილ განცხადებულ ფორმებში, რაზეც დიდი ხანია უკვე ვსაუბრობ. გამოვლენილი ფორმებია ის, რასაც მისი ბრაჰმანის შემოქმედი იპოსტასი და მისგან გამოსული პრაჯაპატები, ანუ შემოქმედებითი იმპულსები, სხივები ქმნიან. ეს პრაჯაპატები იგივე ეს პირველადი 7 სხივი, ეს ელოჰიმები, ელოჰიმი მრავლობითია, ქმნიან. განცხადებული ბრაჰმანი ნახსენებია როგორც უძრავი, რადგან რაჟამს იგი განცხადდება, ის ერთგვარად ფიქსირებულ ფორმას იღებს. ანუ ფიქსირებული, განცხადებული, განუცხადებელი ფორმისკენ მიმავალი მისი მატერიალური სიმბოლო და ჭე არის მზე. მზის ჭერბამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ მივალთ მაგ თემამდეც. ეხლა სამების მეორე იპოსტასი. რისი ღმერთ რეალიზაციაც იყო ქრისტე. სხვანაირად ანთროპოსს ეძახიან ვედებში სამყაროსეულ პურუშას და მას შეესაბამება რიცხვი 5 და რიცხვი 8. რიცხვი 8 საიდან გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის აი ამ სქემიდან გამომდინარე მერვე დონის ცნობიერება, ანუ ძეღვთისას ცნობიერება. მაგრამ 5 რიცხვი გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის, ესე ვთქვათ, აი პირველად ხო ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტი თავს ავლენს როგორც დუალობას, ხო, ინი და იანი, ანუ მამა, დედა, ღმერთი. და შემდეგი მისი გამოვლინება არის პირველი მე ვარ სიტყვა და ამ დროს მთელი სამყარო ხდება პირველი ადამიანი.
აი რატო თქვა ქრისტემ სანამ აბრაამი გაჩნდებოდა მე უკვე ვიყავი და აი ვერ ხვდება ეს რას ნიშნავს რა ანუ აი პირველად იმიტომ რომ მაგ ცნობიერების გამტარი იყო რა აი პირველი მე ვარ ცნობიერება რომელიც აბსოლუტიდან გამოვიდა და აი ეს ანთროპომორფული ფორმა რო აი ჩვენ ადამიანებს აი რატო ხატი და მსგავსება ვართ ესე თქვა ღმერთს იმიტომ რომ აი მაგისი ხატი და მსგავსება და ეს პირველი ფორმა იყო ეს პენტაგრამული ფორმა რა თავი და კიდურები ანუ კოსმოსი როგორც ადამიანი რო წარმოიდგინო ოღონდ ეს არ უნდა წარმოიდგინოთ ჩვენი კოსმოსი galaktikებით როგორც ადამიანი ეს იყო რაღაცა აი პირველი ძალიან რთულია ახლა ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ რისი აღქმაც ჩვენთვის თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ძალიან სიმბოლურ ენას და პირობით ენას ვიყენებთ რა, მაგრამ ესე ითვლება და აი ვედებშიც პურუშა ესეა გამოსახული, ოღონდ გამოსახულია ხოლმე რომ 1000 ხელი აქვს და 1000 თავი აქვს, იმიტომ რომ აი მე ამ პირველი მედან შემდეგი პოსტაში გადადის სულიწმინდა და ვლინდება სამყაროები, ამიტომ ბევრი სახე აქვს ამ პურუშას, მაგრამ ამავე დროს ერთია. და რახან ანთროპომორფული ანთროპოსია, ამიტომ 5 რიცხვსაც შეესაბამება. და როცა აი მესამე წიგნამდე რომ მივალთ და მივალთ იმაზე როგორ ჩამოდის სული პირველ წყაროდან, ანუ ის გადის აი ამ ალგორითმებს. რაღაცა ჯერ აი ამ ანთროპოსის ცნობიერებაში შედის, მერე რომელიღაც ერთ პრინციპს შეესაბამება, ან ხელიდან ან ფეხიდან გამოდის, მერე 7 სხივიდან რომელიღაც სხივში გამოდის, ესე იძენს ინდივიდუალიზაციას და ბოლოს ჩდება როგორც ადამიანი, ანუ მთელ გზას გადის აი ამ რიცხვების და პრინციპებით რა და აი ეს ანგელოზები, რომლებიც მუშაობენ აი ამ ანგელოზური სულები, რეინკარნაციებზე რომ იმართავენ რა ადამიანთა სულებს, იმათ უცებ შეუძლიათ განსაზღვრონ ადამიანის რეინკარნაციის ისტორია, ანუ როგორი გზით ჩამოვიდა მატერიაში მისი სული რა და რიცხვებით კოდებს ასახელებ პირდაპირ რა, ანუ 2, 3, 5, ანუ ანთროპოსის რაღაცა მეორე იმიდან გადავიდა მეშვიდე რაღაცა სხივიდან ჩამოვიდა და თვითონ სულს რაღაცა თავისი კოდი შეესაბამება, აქედან ძალიან საინტერესო რაღაცაა რა. ამაზე საერთოდ არავინ არ საუბრობს, ეს არ არის ზოგადად ცნობილი, მაგრამ ნუ ჩვენ ვიცით. ხო, ეს არის ორი ნაწყვეტი იმაზე, რას ნიშნავს ეს, რატოა ქრისტე მერვე ცნობიერების და ამავე დროს მეექვსე ცნობიერების მატარებელი რა. ანუ დედამიწაზე რო ინკარნირდა მეექვსე ცნობიერება ეჭირა ქრისტეს, რომელიც არის ქრისტესეული ცნობიერება, ანუ ადამიანების გამაერთიანებელი, როგორც წყემსი კეთილი, ესე ვთქვათ, ეგ პრინციპი და სამყაროს დონეზე არის მერვე დონის ცნობიერების, ანუ ანთროპოსის, ეს პირველი მე ვარ, ანუ მე ვარ მამაში და მამა არის ჩემში, მაგისი ეს იყო გამტარი ძალა. შემოქმედი ღმერთი, დემიურგი, გადავდივართ სამების მესამე იპოსტასზე, სულიწმინდაზე. სამყაროსეული ატმანი, სულიწმინდა, რიცხვი 7, სულიწმინდას რიცხვი. ბრძოლა ქაოსთან, ენტროპიასთან, რატო არის, რომ მიქაელიც არის ერთ-ერთი სხივია ზუსტად ამ სულიწმინდის, იმიტომ რომ სულიწმინდა ეს არის შემოქმედებითი ძალა. აი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენც არ გქონდეს გაწყვეტილი სულთან კავშირში, იმიტომ რომ ჩვენშიც მოდის ეს სულიწმინდა და ჩვენც ვინც ხვდებით სულიწმინდის გამტარი, ხო, ვინცაც კარგი კავშირი აქვს საკუთარ სულთან, ის რაღაც დონეზე ხდება გველეშაპთან მებრძოლი რაინდი, ოღონდ სიმბოლურად ეს ყველას თავისი გველეშაპი ყავს რა, ანუ ყველას თავისი ქაოსი აქვს, რომელთანაც შენ ანუ შენ ხარ სინათლე, რომელიც ებრძვის ენტროპიას. შემოქმედებითი ძალა რა არის? სამყარო მიისწრაფვის ენტროპიისკენ, ხო, ქაოსისკენ და ეს სულიწმინდას ძალა, ესე ვთქვათ, კრავს ამ მატერიას რაღაც ფორმებად, წესრიგად. აი ეს არის თავარი სიმბოლო, ესე ვთქვათ, რომელიც არის გამოსახული როგორც გველეშაპთან მებრძოლი რაინდი. ჩვენი სამყაროსეული კვერცხი შედგება 7 ვერტიკალური სამყაროზევით ნათელი სამყაროსგან და 7 დემონური სამყაროსგან. მაგას ჯერ თავი დავანებოთ, მაგრამ თვითონ დედამიწასაც აქვს ეგეთივე 14 ველი. ანუ დედამიწას აქვს ეთერული ველი, ასტრალური ველი, მენტალური ველი, კაუზალური ველი, ბუთხისეული და ატმანური ველი.
ანუ აი რეინკარნაციების დროს აი ეს ფიზიკური სხეული რო ყვდება, სული ხვდება აი რომელიღაცაში ამ დონიდან. იქიდან გამომდინარე ცხოვრების დროს სად ვიბრირებდა მისი ცნობიერება. ანუ აი პირველი ფიზიკური ველი არის პირველი გაზომილება, ეს არის უხეში მატერიალური, ეთერული, ასტრალური და მენტალური, ხო გვახსოვს ეს სამი არის მაინც მატერიალური, ოღონდ ნატიფ მატერიალური, ოღონდ ჩვენი სენსორიკით ამას ვერ ვგრძნობთ, ჩვენი სენსორიკა გადის მარტო ფიზიკურ სამყაროზე. ამას ვერ ვგრძნობთ. მერე არის ესეთი გეფი პატარა და მერე იწყება ეს სულიერი დონეები მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, ანუ კაუზალური, ბუთხისეული და ატმანური ველები. აქ თუ მოხდა სული ის რეინკარნაციებში ბრუნდება, აი მეხუთეზე თუ მოხდა, ესე იგი უკვე ქონდა თავის სულთან და ღმერთთან კავშირი და რეინკარნაცია უკვე კარმა არ აბრუნებს რეინკარნაციაში, აქედან თუ მოუნდა დედამიწის რეინკარნაციაში სულს დაბრუნება, თავის ნებით დაბრუნდება. მაგრამ ძირითადად ჩვენი ცნობიერება ვიბრირებს აი ამ დონეებზე, მენტალურზე, ასტრალურზე. ნუ თუ ძალიან ცხოველურად ცხოვრობს ადამიანი, მაშინ ეთერულზე. და თუ დემონურად ცხოვრობს ადამიანი, მაშინ ვარდება ქვედა სამყაროებში და ამას გველეშაპის ეგრეგორს ეძახის მიქაელი და ამაზე ცალკე ლექცია გვექნება ეს რეინკარნაციები როგორ მიმდინარეობს. ეხლა შეხედეთ, ანუ ფიზიკური გაზომილება მასპინძლობს აი ჩვენი პლატფორმა ეხლა ამ ჩვენ იუგაში და ჩვენ პერიოდში მასპინძლობს ფიზიკური სხეულების დონეზე მასპინძლობს 4 ტიპის ცოცხალ არსებას. ესეც არის ეზოთერული დაყოფა, ეს არ არის ბიოლოგიური, იმიტომ რომ ეზოთერულად ითვლება, რომ ცნობიერება არის ყველაფერში, მინერალშიც კი. ამიტომ პირველი დონის პირველი სიმკვრივის ცნობიერებას ესე ეძახიან, ეს არის მინერალის ცნობიერება, მეორე ეს არის მცენარის ცნობიერება, ნუ აქ რეალურად ბაქტერიები ჩედიან რაღაცა მიკროორგანიზმები, მესამე ეს არის ცხოველის, ეს ნახტომისებურად ვითარდება, ანუ ეს ცნობიერებები აქ განსხვავება არის მე ვარ აღქმაში, რა მინერალს ეს მე ვარ თვით გაცნობიერება საერთოდ არ აქვს, ანუ ეს არის ყველაზე სუფთა ცნობიერება რეალურად, მაგრამ ყველაზე ინერტული, რომელსაც თვით გააზრება, თვით შემეცნება საერთოდ არ შეუძლია. არც მცენარეს არ აქვს მე ვარსებობ ცნობიერება, ცხოველის სიმკვრივის ცნობიერებას აქვს უკვე მე ვარ, მაგრამ ბოლომდე არ აქვს, მაინც ანუ დროში ვერ აცნობიერებს მე ვარსებობ, აი თვით რეფლექსია არ შეუძლია ცხოველს, არ შეუძლია საკუთარ თავის წარმოდგენა და ფიქრი და საკუთარ თავზე გააზრება და რაღაცა ეს ჩდება მარტო ადამიანის დონეზე რა. და აი სულიერი არსებები აქ ისევ გეფია, სულიერ არსებებს ჩვენი პლატფორმა არ იღებს. ფიზიკური სხეული. და ეს არის ადამიანის ცნობიერებების დონეები, აი რატო ამბობ, რომ აი სიკვდილის მერე იმ დონეს იკავებს ადამიანის სული, რაზეც ვიბრირებს. აი ეს ორი დონე მწვანე ფერით, იმიტომ აღვნიშნე, რომ აქ ეგ არის ძირითადი რა, აი ჩვენი ცივილიზაციის ადამიანის ცნობიერება, რაზეც ვიბრირებს. სულ პირველი დონე, წამი, ხო. ეს არის მხეცის ცნობიერება, ანუ აქ მე ვარ თავისუფალი ნება დაქვეითებულია რა, ეს არის უკვე როცა ადამიანი ემიჯნება აი ამ ქვედა სიმკვრივის ცნობიერებას, ანუ ცხოველის ცნობიერებას რა, ქვედა საფეხური ცხოველები არიან და როცა ადამიანის მე ვარ ემიჯნება ცხოველს, ანუ ძალიან ცხოველივით ცხოვრობს და ხდება ადამიანი ცხოველი კი არ ხდება ადამიანისთვის ეგეთი ჩამოქვეითება, იმდენად ცუდია, რომ მისი ეს ცხოველური ბუნება უკვე მხეცში გადადის, ამიტომ ქვია ამას 666, ანუ მხეცის ცნობიერება რა, ძალიან დაბალი დონეა ეს. მეორე დონის ცნობიერებაზე ვინც ცხოვრობს, არის ძალიან თვითგადარჩენის და აი ბიოლოგიური ინსტინქტების დონეზე ვინც ცხოვრობს რა, ეს არის აი ბიოლოგიური თვითგადარჩენის დონე, ეს არის ვიტალური ცნობიერება. რომ მე ვარ სხეული რა, მთავარია ფიზიკურად გადავრჩენ, აი ნებისმიერ ფასად თუ საჭირო აი კანიბალიზმზე წახვალ და ადამიანს შეიძლება ოღონდ გადარჩე. ანუ ეს არის ნომერ პირველი, ეს არის მეორე დონის ცნობიერება. მესამე დონის ცნობიერება რატო ხდებიან ადამიანები ძირთად ასტრალში, მესამე დონეზე რა.
იმიტომ რომ ძირითადად ჩვენში ძალიან დომინირებს ვნებები და ემოციები რა. ინტელექტუალური ადამიანი, აი ვისშიც გონება არის კულტივირებული, არ არის მაინც და მაინც ბევრი რა, ძალიან დომინირებს ჩვენში ემოციები, ამბიციები, აი რაღაცა ეს უკონტროლო ვნებები. მეოთხე დონე არის ინტელექტუალური ცნობიერება, როდესაც აი ინტელექტი არის ძალიან მაღალ დონეზე კულტივირებული და ძალიან განვითარებულია ინტელექტუალურად ადამიანი. მერე არის ისევ გეფი, იმიტომ რომ ეს ზედა ცნობიერება ყოველთვის ცოტა დაშორებულია და ძნელი მისაღწევია. იმ ადამიანის ცნობიერება, აი რასაც ჩვენ ახლა ვიღწვით, რომ დომინანტურად გავიკავოთ აი ეს ზონე რა. ეს არის ბრძენი გული, მე ვარ სული ცნობიერება. როცა შენ უკვე როგორ უყურებ, იცი შენ თავს, რომ მე მომშვიდა კი არა, აი ჩემ ფიზიკურ სხეულს მოშვიდა, როცა უკვე ეგეთი დამოკიდებულება გიჩნდება, იმდენად გამჯდარი გაქვს, რომ შენ ხარ სული რა. ხო, და ეს მერე ნელ-ნელა აყალიბებს აი ბრძენი გულის ცნებას, აი როგორც სოლომონმა ბრძენმა რო თხოვა ღმერთს, რომ მომეციმე სიბრძნე და ბრძენი გული. იმიტომ რომ სიბრძნე ეს არის ინტელექტი და ბრძენი გული ეს არის ცოდნა, რომელსაც სული გაწოდებს რა. ჩვენ ამას ხანდახან ინტუიციას ვეძახით, სინდის ვეძახით, რაღაცას აი შიგნიდან რომ მოდის და აი უბრალოდ რო იცი და ეს შეიძლება ძალიან განავითარო. მაგრამ ძალიან ცოტა წინააღმდეგობაში მოდის იმის გამო, რომ მატერია და სული საერთოდ ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსია, ჩვენში აი ეს ცხოველი და ღმერთი ერთმანეთს ებრძვის. და ამიტომ აი ეს ინტელექტი და სული წინააღმდეგობაში მოდის ძალიან გონებრივი გონება რომ გეუბნება რომ ესე უნდა მოიქცე იქ რაღაცა ხრიკებით უნდა გაითვალო ეს უნდა გააკეთო რაღაცა შახმატი თამაშობს და ამ დროს გონება გეუბნება რომ არა ესე გონება კი არა სული გეუბნება რომ აი ესე უნდა წახვიდე იმიტომ რომ აი ესე გრძნობ რა ისია და დაი ვერ ხვდები რატო და ეს თუ გამოიმუშავე ეს სულით ხელმძღვანელობის აი ეს გულით გარჩევადობა ქვია რა მაგას ეგ არის რაღაცა უებარი კომპასი ცხოვრებაში ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ადამიანი იყოს ძალიან მორალურად და სუფთად ცხოვრობდა იმიტომ რომ სხვანაირად დაკარგავს სულთან კავშირს აი სულიწმინდას ნაკადი შეწყდება შენში და აი ეს გულით გარჩევადობაც დაიკარგება და ინტელექტი კი ძალიან კარგია და ნამდვილად კულტივირებული უნდა იყოს მაგრამ რაღაც მომენტში არ უნდა გახდეს დომინანტი რაღაც მომენტში ეს დომინანტობა უნდა გაუშვა ინტელექტის მეექვსე დონე ეს არის ქრისტესეული ცნობიერება ადამიანს შეუძლია ამ ცნობიერების დონეს დაკავებაც და მეშვიდე ცნობიერების დონეს დაკავებაც ოდეს უკვე ძალიან რთულია ქრისტესეული ცნობიერება ეს არის აი ქრისტესავით უნდა გახდე რა ანუ ყველა ადამიანი რო შენ ხარ ყველა ადამიანს რო ისე უყურებ როგორც შენ თავს რა განსხვავება რო აღარ არის რა ერთ ლოყაში გაგარტყოს და მეორეს მიუშვე ერთ წაგართმევს და გაატან ანუ აი ეს მდგომარეობა აი რატო არის რომ აი ძალიან ხშირად მანიპულირებენ ხოლმე ამ სიტყვებით სახარებიდან რომ აი ხო თქვა ქრისტემ რომ ერთ ლოყაში გაგარტყავენ და მეორე მიუშვირე და შენ ხარ ამ დონეზე ანუ მეექვსე დონის ცნობიერებაზე ხარ რომ აი ეს გააკეთო ანუ ეს ცოტა დემაგოგიაში არ უნდა გადავიდეს აი ამ დონის ცნობიერებას რომ მოიპოვებ მერე ეს ბუნებრივად მოდის მართლა და მეშვიდე დონეზე საერთოდ ეს არის უკვე ღმერთი ჩვენში რა ეს არის ვაფშე გასვლა და აი ეს მე ვარ რაც ვარ ego sum qui sum რაღაც ლათინურად ანუ მოსეს რაც უთხრა ღმერთმა я есть что я есть ანუ ეს არის უკვე შენი თავის აღქმა რომ შენ თვითონ ხარ ის ღმერთი რომელიც შენში ვლინდება ანუ შენ მაგ დროს უკავშირდები ზუსტად აი ნაპერწკალს ღმერთს საკუთარ თავში და ეს მოდის არ ვიცი ძალიან მაღალი სულიერი გამოცდილების და მოღვაწეობის მრავალ ინკარნაციული მოღვაწეობის მერე ხო, აი ეს მეშვიდე დონე, ეს პირველ წყაროს ცნობიერება, ყველაფრის ერთარსობის გამოვლინება, ანუ რომ შენ ერთხან ან მე როცა აი რაღაცა სკოლას გავდიოდი და ეს მეუფერები რაღაცაერთ მიერთებდნენ თავის ცნობიერებასთან და მაჩვენებდნენ ის რა არის. ანუ მე მაგ გამოცდილების დროს მქონდა ესეთი შეგრძნება, რომ აი
კებელს რო ვეხებოდი, ისიც მეხებოდა. ანუ ისიც ცნობიერი იყო. აი ყველაფერი ცნობიერი იყო, ყველაფერი ღმერთი იყო რა. აი ყველაფერი იყო აბსოლუტურად ღმერთი, მაგის გარშე არაფერი არ არის. აი ეგ არის მეშვიდე დონის ცნობიერება. ხო, ეხლა ესეც გავიაროთ და ამაზე დამთავრდება ჩვენი ლექცია. ანუ ადამიანის სხეული, ეს 7 სხეული, ეს დავხაზეთ, ხო? აი აქაც პატარა გეფია, ანუ ჩვენ ხო მარტო ფიზიკურ სხეულს აღვიქვავთ, ნატიფ მატერიალურს ვერ აღვიქვავთ, მაგრამ ესეც უბრალოდ მატერიალურია, იმიტომ რომ მაგ დონეზე რო გადიხარ, ადამიანის სხეული მაინც სხეულის გარეგნობისაა. ანუ ასტრალში შენ ასტრალურ სხეულს რო ხედავ, ის ასტრალური სხეული იმეორებს ადამიანის გარეგნობას. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ნაწილაკები არის, რომელიც ამ ფორმას ინარჩუნებენ. ამიტომ ეს არის მატერია, მაინც უბრალოდ ძალიან ნატიფი, მაღალ ვიბრირებადი მატერია, რომელსაც ჩვენი სენსორიკა არ აღიქვას. და აი ეს არის უკვე სულიერი სხეულები. მეხუთე სხეულმა შეიძლება მიიღოს გარეგნობა აი ამ ინკარნაციის, რომელიც ჰქონდა, მაგრამ ესენი უკვე რაღაცა მანათობელი სხეულებია. ამიტომ აი როცა საკუთარ სულს თუ აღიქვავ ხილვაში, როგორც წესი რაღაცნაირი ესეთი დაბლარული, რაღაცა ანთროპომორფული, მანათობელი ის აქვს სტრუქტურა. რაც შეეხება ცხოველებს, ცხოველებს აქვთ 3 ინდივიდუალური სხეული, ფიზიკური, ეთერული და ასტრალური. ეს არის სული იმ მონადის, რომელიც გადის გამოცდილებას ცხოველად ინკარნაციისას, ანუ თუ ძაღლად ინკარნირდება სული, ის გადის ამ გამოცდილებას. მაგრამ მას არ აქვს ეს მენტალური სხეული, რომელიც აძლევს აი ამ ინტელექტის დონეზე მე ვარ თვით რეფლექსიის უნარს. ეს მენტალური ინდივიდუალური სხეული არ აქვს. და ითვლება, რომ ეს აქვს კოლექტიური მენტალური სხეული, ანუ სახეობების და რაღაცების დონეზე, რომელიც იმართება კონკრეტული სულიერი იერარქის მიერ. ამაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს. უბრალოდ ვიცი, რომ არიან ეს სულიერი იერარქები, რომლებსაც უჭირავთ ეს ცხოველური მცენარეული ფორმები თავისი მენტალის ძალით. აი, მეტი როგორ ავხსნა, არ ვიცი, მოკლედ ჩანაცვლებულია ეს ამ რგოლის გარეშე, ეს შვიდობითი უნდა იყოს აუცილებლად, რომ არსებობდეს რა, ეს არ შეიძლება ერთი რგოლი გამოტოვა. ამიტომ ეს რგოლი არის შევსებული სულიერი არსების მიერ. სცენარეში უკვე სულიერი იერარქის მიერ ორი რგოლია შევსებული, ასტრალური სხეული და მენტალური სხეული. და მინერალის შემთხვევაში 3 რგოლია შევსებული. ანუ სამყაროში სხვადასხვა ტიპის პლანეტები არსებობს სხვადასხვა სიხშირეებზე, რომლებიც მასპინძლობენ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის არსებებს. არის მინერალური ტიპის პლანეტები, აი მაგალითად, თუნდაც ჩვენ სისტემაში, სადაც ფიზიკურად მარტო მინერალური დონის არსებები არიან. არიან უფრო მაღალ ვიბრაციებში, მაგალითად, ზეარსებების სიცოცხლის ტიპის პლანეტები, აი ლოკებს და რაღაც საწია ლოკა და ეგეთ რაღაცეები. მაგრამ ჩვენიერი ადამიანის ჰუმანოიდის სიცოცხლის ტიპის პლანეტები, მეოთხე დონე, რომელიც მასპინძლობს აი მინერალები, მცენარები, ცხოველები და ადამიანები ფიზიკურად, მაგრამ აი ამ 7 ველში, უხილავ ველში, რომელიც არის ხო პლანეტის გარშემო, ხო არის ეს ასტრალი, მენტალი და არის ასე ვთქვათ კაუზალური ეს მეხუთე, მეექვსე დონე. იქ არიან, ანუ იგივე მიქაელ ანგელოზები და ასე შემდეგ არიან კიდე ეს 5 დონეა. დღეს დავასრულოთ, ხო, ამაზე საუბარი. საათი შესრულდა. 1 საათი გავაკეთეთ, იმიტომ რომ მეტი დაიღლებიან ადამიანები და რა ვიცი, აბა რამე კითხვები გააქვთ, აი თუ Zoom-შიც რამე კითხვები გექნებათ, კითხეთ. ეთერული სხეული არის ენერგეტიკული სხეული. აი რასაც ხათხა იოგის დროს რას შეჭამ, როგორ ივარჯიშებ, აი შენი ხო, აი სასიცოცხლო ძალა რა, შენში როგორ ეს ხო გჭირდება რა, ფიზიკური სხეული არის ფაქტურად ყველაფრის კონცენტრატი რა. ოღონდ აი ეს სხეულები თუ დაბინძურდა, ხო, იმიტომ რომ გამოცდილება ამ ყველაფრის ილექება აი ამ კაუზალურ სხეულზე ასევე. ესენი თუ დაბნელდა აი ეს გეფიჩდება რა და უკვე ეს სული წმინდა, რომელიც აქიდან მოდის მეშვიდედან, აი ეს ენერგია, შემოქმედებითი სამყაროს ენერგია, ეს ველეშაპთან მებრძოლი სინათლის ძალა რა, ეს წყდება.
და ეს თუ წყდება, ადამიანი ხდება ერთგვარი ვამპირული ტიპი თავისი ბუნებით. კაუზალური სხეული არის ჩვენი უმაღლესი მე, ანუ ის რაზეც ილექება ჩვენი დედამიწის გამოცდილება რეინკარნაციების რა. ის მე, რომელსაც ახსოვს ყველა ჩვენი რეინკარნაცია. ანუ ჩვენ აი კაუზალურ სხეულის ეს მეხსიერება რომ გაგეხსნას, აი სულის მეხსიერებას რაც ეძახიან რა, სულზე წვდომა, გაგახსენდება შენი რეინკარნაციები, ეს ყველაფერი გაგახსენდება, მაგრამ ეს დაბლოკილია ზუსტად აი ამ გეფის გამო რა, აი ამ წვეტის გამო, იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ მზად იმისთვის, რომ ჩვენი წინა რეინკარნაციები გვახსოვდეს, იმიტომ რომ ვიჯაჭულობა გვაქვს ძალიან ძლიერი. რახან ეს რეინკარნაცია გვატრიალებს, ყოველ ჯერზე გვაქვს ვიჯაჭულობა ოჯახზე, შვილებზე, იმაზე, ამაზე და წინა ინკარნაციები რომ გაგახსენდეს და მთელი ეს ემოციები გაგახსენდეს, ანუ ამას ვერ გაუძლებ. და თუ სულიერად გავითარდა ისე ადამიანი, რომ უკვე თავის თავს აიგივებს სულთან და არა სხეულთან, ეს მეხსიერება შეიძლება დაბრუნდეს, ანუ როცა სულთან კავშირი, ან მეხუთე სხეულთან კავშირი აღდგება ძალიან ძლიერად, ეს რეინკარნაციებზე მოგონებები შეიძლება წამოვიდეს, იმიტომ რომ უკვე ესე ვთქვათ შეიძლება ამის გახსენება. უკვე შენ ხო შენი უკვდავი სული ხარ, ანუ და არა ეხლანდელი ინკარნაცია. ანუ ეს არის ეს მეხუთე კაუზალური სხეული არის როგორც აი კომპიუტერულ თამაშს რო თამაშობ, ხო? აი ეს ახარ შენ, ხო, ვინც თამაშობს და ეს 4 არის ის, ვისაც შენი ავატარი თამაშში რა. ხან რო რაღაცა ჯადოქარი ხარ, ხან რაღაცა ხარ და ყოველ ჯერზე იცვლი. იმიტომ რომ ეს 4-ვე იშლება, ჯერ იშლება სიკვდილის დროს ფიზიკური სხეული და მერე ნელ-ნელა ეს სხეულებიც იშლება და მერე ისევ რეინკარნირდება ადამიანი, ანუ ეს კაუზალური მეშვიდეს უნდა მიაღწიოს, რომ დედამიწის რეინკარნაციიდან გავიდეს. ხო, საერთოდ გადავიდეს სხვა ევოლუციის ეტაპზე. თორე მეხუთემდე რო ამავდე, შენ ყვახდები დედამიწის სულიერ ველში და იქიდან, ანუ უკვე აღარ გჭირდება ადამიანად ინკარნაცია, შეიძლება იქიდან რაღაცას აკეთებდი, ანუ ანგელოზური ვარიანტი ხდები და ანგელოზურ სულებს აქვთ თავისი ფუნქციები, მაგალითად მფარველი ანგელოზების ფუნქცია, ან იქ რაღაცას დემონური არსებებისგან თავდაცვისთვის ეხმარებიან ადამიანებს, უამრავ საქმეს აკეთებენ რა, ანგელოზური სულები, მაგრამ იღწვიან დედამიწის ველში. აი ეს არის მეხუთე და მეექვსე ვარიანტები და მეშვიდეს რო აღწევ, ესე იგი შენ უკვე დედამიწა როგორც პლატფორმა უკვე ამოწურულია შენთვის და საერთოდ სხვა დონეზე გადიხარ რა, სხვა ვიბრაციის, უფრო მაღალ ვიბრაციის რა. ანუ აი ეს არსებები, რომლებიც დედამიწის ველში, მეხუთე ველში იმყოფებიან სიტყვაზე, მაგათ შეუძლიათ გადავიდნენ აი სამყაროს მეხუთე დონეზე რა, აღარ მახსოვს უკვე ანუ ხო კაუზალური სამყაროები ქვია, ანუ მან პლანეტებია სპეციალურად მაგ ვიბრაციული სისტემისგან. ეს შესაბამისობის პრინციპით აი ეს მეხუთეში, მეექვსეში, მეშვიდეში, ოღონდ მეშვიდე კიდე ვაფშე ყველგან მოგზაურობს, თუ კი მეშვიდე დონეს აქვს ეს ბრაჰმანის ცნობიერება, იმიტომ რომ ბრაჰმანის ცნობიერებით შეიძლება საერთოდ ყველგან მიდი, წახვიდე და წამოხვიდე. არის აი ეს ეტაპობრივი ჩამოსვლა, სულიერი სამყარო და სულების როცა გამოცდილება უნდათ რომ მიიღონ და იმიტომ რომ მთელი სამყარო ესე ჩადის მატერიაში და მე უკან ბრუნდება და არის აი სულიერი ვარდნები, როცა რაღაცას ძალიან მიქარავს და აი ქვედა განზომილებაში აგდებს ეს მერე. ეგეთი რაღაცეებიც არის კი. ამიტომ არის ეს ორი ტიპის დემონური არსებები არსებობენ, რომელიც მიქალმა განსაზღვრა როგორც ლუციფერული დემონური არსებები და არიმანული დემონური არსებები. ანუ ერთი არის, რომელიც ევოლუციურად ნელ-ნელა ჩავიდნენ, ესე ვთქვათ, დაბალ განზომილებაში და ლუციფერული არის, რომლებიც აი მაღალი დონეებიდან აი ამ რაღაცა მიქარვებით უცებ ჩამოვარდნენ. კი, როგორ არის? შანსი ყველაფერს აქვს და რატო? აი ადრე დამისვა ეს კი მახსოვს, რომ მაცემულ ანგელოში თუ არისო რამეო სინათლის ელემენტიო, რომელიც შეიძლება გაღვივდეს და
დააბრუნოს ის სინათლეში და რომ ზოგიერთი ღვთისმეტყველი თვლის რომ არაო შანსი არ აქვს და მე ვთვლიო ის კაცი ვეუბნებოდა რომ აქვს შანსიო და რეალურად მართლა აქვს, იმიტომ რომ ეს ინი იანის პრინციპი ყოველთვის არის ესეთი, რომ არ არსებობს აბსოლუტური სიბნელე. ყოველთვის აბსოლუტურ სიბნელეში უნდა იყოს რაღაცა სინათლის მარცვალი, ისევე როგორც აბსოლუტური სინათლე, ეს არის უკვე არადუალური გამოვლინება, ეს არის განუხორციელებელი ბრაჰმანი, სადაც ქრება ყველანაირი ფორმები, მაგრამ სადაც ფორმები და ინდივიდუალობები არსებობს, იქ ყოველთვის არის აი სინათლეშიც კი პატარა შავი, ანუ შუქჭდილი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს და როგორი დაცემული სულიც არ უნდა იყოს, იმაში რაღაცა სინათლის ნაპერწკალი ყოველთვის არის. თუ გაქრა ეს სინათლის ნაპერწკალი, ანიჰილირებს, ანუ ქრება ის არსება საერთოდ რა. თუ არსებობს, ესე იგი რაღაცა არის მასში, რაღაცა ღმერთის პატარა ნაპერწკალი და თუ არის ეს ნაპერწკალი, ესე იგი ის სულში შეიძლება აღდგეს კიდევაც სულიერ სინათლეში ის არსება. მაგრამ აი ასეთ არსებას უფრო მეტი ის აქვს ასე განვითარებისკენ. როგორ? აი ასეთ არსებას უფრო მეტი სულ აქვს განვითარებისკენ, რაც უფრო ბნელდება არსება. მით მეტი სულ აქვს ასე ვთქვათ სინათლისკენ. თუ გადახედო. არა აქვს მეტი სულ სინათლისკენ. პირიქით, ანუ თუ აი ეს დემონურ განზომილებაში გადავარდნა, რატოა ძალიან საშიში. აი მესამე წიგნში მეოთხეში აღარ მახსოვს მიქაელი ადარებს, აი როგორც ადამიანი თუ ცუდ კამპანიაში ჩავარდება, ხო, კრიმინალების და რაღაცების და მე იქიდან გამოსვლა უჭირს რა, აი გავს რაღაცა ჭაში ჩავარდნას რა, ამ დემონურ განზომილებაში თუ ინკარნირდება სული უკვე დემონურ პლანეტებზე, აი ამაზე შემდეგ ლექციებზე შეიძლება გქონდეს საუბარი. იქიდან დაბრუნება არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ უნდა ინკარნირდე ჯერ დედამიწაზე, რომ მე ისევ ევოლუციის გზას დაადგე და ძალიან ცუდი კარმით გიწევს ინკარნირება, იმიტომ რომ ბევრი გაქვს უკვე მიქარული. ამიტომ რთულია გაურბიან ამ კარმას და ტრიალებენ სულ აი ამ დემონურ სიტუაციაში, ანუ არ არის კარგი დემონური. ყველაზე ოპტიმალური გზა რაც არის ევოლუციის დასახული, ხო, აი მატერიაში ჩასვლა და ამოსვლა. ეგ არის ყველაზე კარგი ვარიანტი რა, აი დემონურში და მთლად ჯანდაბაში და სიშქავეში ჩავარდნა არ არის კარგი. ახალი ტანჯვაა ძალიან თვითონ სულისთვისაც, ანუ არ კარგი მაგაში. გისმენთ ესე იგი თქვენ რაღაცა კითხვა გინდოდა? იმიტომ რომ თავისუფალი ნება გაჩნდა და აი ეს თავისუფალი ნება სამწუხაროდ ირჩევს ხანდახან სიბნელეს. და ეგეთი დაშვება. ეს მაშინვე ნება გაჩნდა, ხო? და აი ამიტომ არის რომ ეს სულიერი იერარქია დაყოფილია თავისი ფუნქციებით რა, ეს მიქაელის იერარქია მაგალითად აი ხო ცნობილია რომ დემონურ ძალებთან იბრძვის, ესე ვთქვათ, რომ ეს ზედმეტად არ მომძლავრდეს და მაინც ეს სინათლე არ დაქვეითდეს, რომ აი ამ სიტუაციაში არ მოვხდეთ, სადაც სინათლე ძალიან პატარაა. ან სინათლის მეომარია, ესე ვთქვათ. აი შივას იერარქია, მაგალითად იერარქიის განშტოება არის, რომელიც მართავს დემონურ არსებებს ისე, რომ მათ ჰქონდეთ შანსი თვითონ ამ დემონურ არსებებსაც ჰქონდეთ ევოლუციის შანსი, რომ ემსახურონ სამყაროს დესტრუქციულ ძალებს, რომ სამყაროში დესტრუქციული ძალები სავალდებულოა, საჭიროა, ანუ ეს ხეზე ფოთოლი უნდა გახმეს, რომ ახალი ფოთოლი გამოვიდეს, ეს უნივერსალური კანონია. რაღაცა იბადება, იზრდება, მერე კვდება, ნადგურდება, ისევ იბადება, ანუ ეს ვერ დაირღვევა. ამიტომ ეს კვდომის დესტრუქციის ძალებში რახან დემონური ბუნება ისედაც დესტრუქციულია, ისე რომ მიმართო, რომ ღმერთის ნების შესაბამისი იყოს ეს შენი მოქმედება და არა ეგოისტური, მაშინ ეს დემონური არსება შეიძლება ჩადგეს რაღაც თავისი აი ამ ნეგატიური კარმის განხორციელებით, მაინც ღვთაებრივ რაღაც იმაში კალაპოტში და ბოლო-ბოლო გამოვიდეს ისიც, ანუ მაგათ შანს აძლევს რა, განსხვავდა ეს ძალიან მაღალი დონის იერარქია უნდა იყო, რომ მართო ეს დემონური არსებები რა. ამიტომ ყველას ბოლომდე არ ესმის, მანდ რა ხდება. სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ, საქმეზე არიან ეს იერარქიული ძალები დამდგარი, რომ აი სამყაროში წესრიგი შენარჩუნდეს, რომ არ იმძლავროს დაუშვათ ძალიან და ტანჯვის მორევში არ ჩაგვითრიოს ამ ყველაფერმა. ან რეინკარნაციები არ იქცეს ხაფანგად და მაინც ჰქონდეს
გაღრთობის გასვლის საშუალება რა, იმიტომ რომ ეგ ყველაზე აი ეს არაშივას არამედ ეს ეგოისტური ან ნამდვილი ბნელი იერარქია რაც არის, ის არის თავის ეგოისტურმაზე ორიენტირებული, ანუ რომ მათ ხო გაწყვეტილი აქვთ ეს კავშირი სულ წმინდასთან, ამიტომ კვების წყარო ჭირდებათ ესე ვთქვათ ვამპირულ, პარაზიტული. და ამის გამო ცდილობენ, რომ ეს რეინკარნაცია დედამიწაზე აქციონ ხაფანგად რა, რომ ეს სულიერი ცოდნა ისე გამრუდდეს, რომ არა მარტო სულიერი ცოდნა, ფიზიკური სხეული დაგიზიანდეს, ცუდი საჭმელით, ეთერული სხეული, მენტალური სხეული, ან საშინელი ფილმებით და რაღაცებით რომ ბინძურდება ეს ყველაფერი, მერე წყვეტს ამ კავშირს. რომ ეს სულ რეინკარნირებდეს და ადამიანები დაბალ ვიბრაციაში იყვნენ, რომ მათი ამ ფსიქიური ენერგიებით, მოკლედ ისინი ცხონატიფ გაზომილებაში არიან და ამით იკვებებიან პარაზიტულად. მაინც ნებისმიერ დემონური არსება არის მშიერი სულის მდგომარეობა რა, მშიერი მოჩვენ, მშიერი სულის მდგომარეობა ქვია მაგას. სულ საჭმელს ეძებენ, ხო? აბა ძალიან დიდი მადლობა ზუმის ხალხს, უფრო როგორ გავთიშო. მადლობა. ან დიდი მადლობა და ძალიან გამეხარდა რომ დაესწარით. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გაიხარეთ და გელოდებით აუცილებლად შემდეგში.